მადლობის ჩემო ერთგულო მაყურებელო. ესე იგი დაახლოებით 5-15 წუთია და მივდივართ ალგეთისკენ. პირველად ვიღებ მონაწილეობას სპინინგის ჩემპიონატში, საქართველოს სპინინგის ჩემპიონატში, მეორე ტური ტარდება, მაგრამ მე პირველად ვიღებ მონაწილეობას კერძოდ ქორჭილაზე და ფარგაშიც. რო არ მოგატყუოთ ქორჭილაზე კონკრეტულად მიზანგამართულად არასდროს არ მითევზავია. ამიტომ ნახოთ რა იქნება. პირველ რიგში მივდივარ გამოცდილების მისაღებად, ასევე ხალხის გასაცნობათაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მოხდა, რომ ჩავეწერე და სიები რო გამოქვეყნდა, ვიყავი მე-13 ნომერი, ჩემი საყვარელი ციფრი არის 13 და ნახოთ რა იქნება, იმედია ბოლოზე არ გავა. ვისარგებლებ მომენტით და გეტყვით რომ მინდა მადლობა მოუხადო ჩემს კარგ მეგობარ ზურას, ბატონ ზურიკოს, ვინაიდან დღეს მექნება ექშენ გადაღება. აქამდე სულ ტელეფონით ვიღებდი, მაგრამ ზურას დახმარებით დღეს გადავიღებ ექშენ კამერით და აწისულ ექშენ კამერით გადავიღებ. უფრო მეტი შეგრძნებებისთვის და უფრო მეტი კარგი ვიდეოების თქვენამდე მოტანისთვის. აბადროებით ნახოთ რა იქნება. ყველაფერს ძნელა მოგახსენეთ და შესაბამისად გადავიღებ შეძლებს დაგვარად. კონკრეტ ჯერ კენჭის ხარ დაწყებულა. უკვე 6 საათით გახდება 1 წუთში. როგორც ჩანს აქ შენთან ნარჩი ადგილი მე არ ვარ აქეთ მხარეს ნამყოფი და ამიტომ არ ვიცი სად დადგე გამიმართლებს თუ არა. ეხა კენჭისღა ჩატარდება მალე და მე როგორც მითხრეს უნდა გაიქცე შენი ადგილისთვის, რომელიც წინასწარ უნდა ქონდეს შერჩეულიო. აი ბიჭებო, მოკეთ დილამშვიდობის. დღეს გაიმართება ფედერაციის წევრებისთვის რეიტინგული ტურნირი, მეორე რეიტინგული ტურნირი ალგეთის ხასაცავზე. ჩვენ გვაქვს გუნდური პრინციპით შეჯიბრი, რაც გულისხმობს მეწყვილეების ერთად ყოფნას და არ უნდა დავშორდეთ 10 მეტრის მანძილზე რა, უფრო მეტი. ხო, ერთმანეთის მიმართ სპორტსმენებს ერთმანეთის მიმართ დისტანცია 10 მეტრი. კიდე რა, ხო, ბიჭებო, მოკლედ, თევზს ყველა ვინახავთ სადოქში ეგრეთ წოდებულ თევზის შესანახ ბადეში, ფარგა იქნება თუ ქორჭილა, ჩათვლადი არის მარტო ფარგა და ქორჭილა. კალმახი, ფოტო გადაიღეთ, გაუშვით. მოკლედ იწყება კენჭის რა ყოფილა, პირდაპირ თევზაობაზე გადავედით. რაღაცომაც მეგონა რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, მაგრამ ცოტა. რა ვიცი. განაწილებიდან ახლოსვე ჩამოვედი, უმეტესობა 80% გაიქცა სხვა ადგილზე. აქეთ დავდექით სულ რამდენიმე 4-5 კაცი. მოდებით საყვირს. და დავიწყებთ. ამინდი ასე თუ ისე ნორმალურია, ცოტა ცივა, მაგრამ ეგ არაფერი. შვიდის ნახევარია. ველოდებით საყვირს. მე ისევ ჩემი ჯოხით ვარ, დიდი ზომის, დიდი ტესტის ჯოხით წამოსული. ვინაიდან ცოტა ხანი ვიტევზავი ქორჭილაზე. შემდეგ უკვე მინდა ფარგაზე დავტესტო. ანუ ფარგის მუღამი მაქვს. თბილისის ზღვაზე მაქვს პირველი ფარგა დაჭერილი, ალგეთზე არც ერთი. ნახოთ რა იქნება. ხო, თურმე ყოფილა გუნდური შეჯიბრება, ანუ წყვილებში დგანან, სულ რამდენიმე ადამიანი ვართ, 2 თუ 3 ვინც მარტო დგას. არ ვიცოდი ამის შესახებას, თორემ მე წყვილესაც წარმოვიყვანდი. და ამიტომ ნაკლები შანსია ერთმა ადამიანმა ორს მოუგოს. მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილება არის და უბრალოდ სასიამოვნო არის. პირველად ვიღებ ისევ შეგახსენეთ მონაწილეობას. ნახოთ რა იქნება. A few moments later. მოკლედ, სადღაც 9 საათი გავიდა. ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერი მგონი რაციაში გავიგე ერთმა დაიჭირა. რაღაც დანარჩენი ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. მოძრაობს ხალხი დადის, აქეთ იდგნენ, გადავიდნენ იქით. რა ვიცი.
მოკლედ დასასრულს ახლოვდება ჩვენი ტურნირი. მე ვერაფერი ვერ ვქენი, მაგრამ ბიჭებმაც რავი, მგონი ყველაზე ბევრი თევზი 5 თუ 6 ცალი არის წყვილზე. საერთოდ არ იყო ჭირა ვაფშე. არაფერი საერთოდ. რავი, ნახოთ აბა. ის როგორ დააჯილდოვებენ. თვითონ სიმართლე რომ თქვა, თვითონ ტურნირის ორგანიზატორობა არ მომეწონა. მაგრამ თბილისის ზღვაზე არის ახლა 26 და იმის გიგავდება, თორე შევა ნორმალური იყოს. მოჩა ჩვენი ტურნირი და ჩემ და გასაკვირად პირველ ადგილზე გავამგონი, ვინც 3 თევზი დაიჭირა. ანუ ყველაზე დიდი დაჭირა გუნდურშიც 3 თევზი იყო. ესე იგი თევზობა საერთოდ არ იყო. ჩემ თევზი არ ვახარ ხა. ლაპარაკი რახამს ვერ დავიჭირე, მაგრამ ჩემზე ბევრად გამოსტილი ბიჭები იყვნენ და მაგათმაც ვერაფერი ვერ დაიჭირეს, ამიტომ გული არ მწყდება ამ პირველ ჩემპიონატზე. აღნიშნავ ცოტათი ორგანიზატორობა არ მომეწონა და არაშენს არ აუშავდა. ნახოთ ახლა დაჯილდოებას დავესწროთ. საქართველოს სპინინგის თევზჭერის ფედერაციის სარეიტინგო ტურნირი, მეორე სარეიტინგო ტურნირი, ალგეთის თვალსაჩინო. როგორც მოსალოდნელი იყო, დავიცოდით, მაგრამ მაინც ჩაგვეტარებინა ძალიან პასიური იყო ჯერა, მაგრამ ასე თუ ისე ტურნირი მაინც შედგა. იქვიშის გამარჯვებული 32 სანტიმეტრი ია ოთინაშვილი. აგა გიალკო, აგა ბავშვი ოთინაშვილი. მოკლედ დასრულდა ცერემონიალიც, დაჯილდოებაც. მოკლედ კომენტარი რო გავაკეთო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არის ის, რომ ცოტა იმედგაცრუება. ანუ ტურის ორგანიზატორებს უნდა იცოდნენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ბევრად გამოცდილები არიან, ვინც ატარებს ახლა ამ ტურებს კონკრეტულ ადგილებში, როდის ქვირითობს თევზი. ალგეთზე სხვა დროს, თბილისის ზღვაზე სხვა დროს. მართლა რომ ანუ ბიჭებმა, ვინც ბევრი მონაწილე პროფესიონალი ვინც არის და 4 საათის განმავლობაში პირველ ადგილს დაიკავეს 3 თევზის დამჭერი. ხა აბსურდია ხო? 3 თევზი დაიჭირეს 4 საათის განმავლობაში და გავიდა პირველ ადგილზე. არ შეიძლება. ჩემპიონატმა ჩაატარო, როცა თევზი აქტიურია. ჩემი აზრით. საერთოდ ჯამში პირველი თევზაობა, პირველი ტურნირი იყო და ხალხი გავიცანი და გავიგე პრინციპი თუ როგორ მიმდინარეობს ხოლმე. 26 აპრილს არის შემდეგი ტური. მგონი სხვა ორგანიზაცია ატარებს, იქაც მივიღებ მონაწილეობას აუცილებლად და თბილისის ზღვაზე მგონია რომ გაცილებით საინტერესო იქნება ყველაფერი, რადგან აქ ყველაზე დიდი ზომა ფარგა იყო 32 სანტიმეტრი, რაც პირადად ჩემთვის არის ლიფციტა. გორჭილებზე აღარ ვლაპარაკობდა. თბილისის ზღვა ძალიან მდიდარი არის, ბევრნაირი სახეობის თევზი და ჩვენ აქცენტი გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ საყვარელ ქარიყალაპიაზე. ნახოთ რა იქნება 26-ში. დროებით.